Well, it's an incredible privilege to be here. ჩვენთვის დიდი პატივი არის რომ აქ ვართ. We have been on the road for 5 weeks now. უკვე 5 კვირა რაც სახლი დავტოვეთ და მოგზაურობთ. But Georgia is our home away from home. მაგრამ საქართველო არის ჩვენი მეორე სახლი. It's so good to be here. და ძალიან გვიყვარს აქ ყოფნა. Well, I'll tell you a little bit about ourselves. ცოტაოდენს ჩვენს შესახებ მოგიყვებით. Both Rudy and I were born in the Netherlands. ორივე მეც და რუდიც ჰოლანდიაში დავიბადეთ. Rudy grew up in a Christian family, I did not. ნიდერლანდებში. რუდი დაიბადა ქრისტიანულ ოჯახში, ხოლო მე არა. He grew up knowing the word of God, I did not. ის გაიზარდა ისე რომ ღვთის სიტყვა იცოდა, მე გავიზარდა ისე რომ არ ვიცოდი. His family had an amazing tradition to read the Bible every single day at the dinner table. რუდის ოჯახში იყო საოცარი ტრადიცია, ისინი ყოველ საღამოს ბიბლიას კითხულობდნენ ერთად, მთელი ოჯახი ვახშამზე. So Rudy has a deep love for the word of God. ასე რომ რუდის ღვთის სიტყვა ძალიან უყვარს. I grew up in a non-Christian family. მე გავიზარდე ოჯახში, რომელიც არ იცნობდა ქრისტეს. But it still was quite a happy childhood. მაგრამ was not. ამის მიუხედავად მაინც ძალიან ბედნიერი ბავშვობა მქონდა. But by the time I was 14 years old, როდესაც 14 წლის გავხდი, I was diagnosed with rheumatoid arthritis. მე დამისვეს ართრიტის დიაგნოზი. Even though I was very young, I realized that this was a life sentence. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარა ვიყავი ასაკით, მივხვდი, რომ ეს მთელ ჩემს ცხოვრებას შესვლიდა. There is no cure for arthritis. რადგან ართრიტი არ იკურნება. So I grew up just not like a normal teenager. ასე რომ მე არ გავიზარდე როგორც ჩვეულებრივი თინეიჯერი. Where everybody else was running to places I could not. როდესაც ჩემი მეგობრები დარბოდნენ წინ და უკან და თამაშობდნენ, მე მათთან ერთად ვერ დავრბოდი. So from a very young age I felt very limited. ამიტომ ძალიან პატარაობაშიც უკვე მე ვგრძნობდი შეზღუდულობას. So later on I met Rudy. მოგვიანებით მე შევხვდი რუდის. And it was actually one of the first things I told him. და პირველი რამ, რაც მე მას უთხარი, იყო სწორედ ეს. I said to him, don't be too serious about me because this is my future. My future is going to be a lot of pain. როცა მას შევხვდი უთხარი, რუდი, არ გინა, ნუ ცდილობ რომ დაასერიოზულო ეს საქმე, იმიტომ რომ ჩემი მომავალი ისეთი არ იქნება, როგორიც ახლა შენ ფიქრობ. But he said, it doesn't matter. მაგრამ რუდიმ თქვა, ამას არ აქვს მნიშვნელობა. He said, I love you and I will spend the rest of my life with you. მან თქვა, მე შენ მიყვარხარ და მე მინდა მთელი ცხოვრება შენთან ერთად გავატარო. We will work it out. და რაღაცას გამოვიყვანთ ამ სიტუაციიდან. So we got married. ასე რომ დავქორწინდით. And the next day we flew to Australia. და მომდევნო დღეს ჩვენ გავფრინდით ავსტრალიაში. So we have lived there for the last 43 years. უკვე ბოლო 43 წელია ჩვენ ავსტრალიაში ვცხოვრობთ. And God gave us a beautiful business. ღმერთმა ჩვენ მშვენიერი ბიზნესი მოგცა. He gave us a beautiful house. მშვენიერი სახლი. He gave us 3 fantastic children. 3 არაჩვეულებრივი შვილი. And people looked at us and said, you are so blessed. ადამიანები უყურებენ ამ ყველაფერს და გვეუბნებიან რა კურთხეულები ხართ. You are so lucky. რა იღბლიანები ხართ. But people didn't realize that inside I was falling apart. მაგრამ ისინი ვერ ხედავდნენ გარედან რომ მე შინაგანში ვიფლიტებოდი. Bit by bit my body stopped working. დღითი დღე ჩემი სხეული უფრო ძნელად მოძრაობდა. I couldn't use my hands. ვერ ვიყენებდი ხელებს. I couldn't lift my arms. აღარ შემეძლო მკლავის მაღლა აწევა. I couldn't even talk or chew properly. არც კი შემეძლო რომ ტონალობაში გამართულად მესაუბრა. I couldn't walk and my back was not straight. იმის გამო რომ ამ ავადმყოფობამ ჩემი ხერხემალის დეფორმირება გამოიწვია, მე ვეღარ დავდიოდი გამართულად. And then after our 3rd child was born, the doctor said, you better get ready for a wheelchair. და როდესაც მესამე შვილი შეგვეძინა, ექიმმა მითხრა რომ ცოტა ხანში გარდაუვალი იქნება მოგიწევსო რომ ეტლში ჩაჯდე. We sold our business.
ჩვენ გავყიდეთ ჩვენი ბიზნესი, so that Rudy could actually look after me and the children. ისე რომ რუდი სახლში დარჩენილიყო და მოევლო ჩემთვის და ჩვენი შვილებისთვის. And we thought this is for the rest of our lives. ჩვენ ვფიქრობთ, რომ всё, ეს არის დაღმავლობა ჩვენი ცხოვრებისა. At the time we were part of a really conservative church. და ჩვენ ამ დროს ძალიან კონსერვატულ ეკლესიაში გავიზარდეთ, ვიყავით. Beautiful people, მშვენიერი ადამიანები, but a theology that was not quite okay. მაგრამ ეკლესია, სადაც ჩვენ ამ დროს დავდიოდით, არ იყო ჯანსაღი თეოლოგიის მქონე. And they believed very strongly that all the miracles and all the gifts of the Spirit had finished when the last apostle died. მათ ძალიან მტკიცედ სწამდათ, რომ სასწაულები დამთავრდა ბოლო მოციქულის გარდაცვალების დღეს. But within the church, a small group had started up. მაგრამ ამ ეკლესიაში იყო პატარა ჯგუფი, ახლახანს ანთებული ჯგუფი, It was a small charismatic group, პატარა ქარიზმატული ჯგუფი ეკლესიაში and some of my friends were part of that. და ზოგიერთი ჩემი მეგობარიც მათი ნაწილი იყო. So at one stage, my friend said, "Why don't you come over?" ასე რომ ერთხელ მეგობარმა მითხრა, რომ რავი, ხوار შემოგვივლიო საოჯახოში. So I said to Rudy, "Can I go?" მე რუდის ვკითხე, რას ვფიქრობ, წავიდე? And he said, "Yes." მან თქვა, უნდა წახვიდე. And the reason we said yes is because we trust our friends. მიზეზი რატომაც რუდი დაგვრთანხდა ესე მარტივად იყო ის, რომ ის იცნობდა ჩემს მეგობარს და ენდობოდა. And it was an amazing evening. ეს იყო მშვენიერი საღამო. There were testimonies, there was scripture reading, there were prayers, there were songs. დამოწმებებს აზიარებენ, ქადაგება არის, მღერი ვართ ერთად. And I had never ever experienced anything like that before. ესეთი ატმოსფერო არასოდეს განმეცადა მანამდე. Then at about 12 o'clock at night, someone said, "It is really late. I have to work early tomorrow morning." უკვე 12 საათი შესრულდა ღამის და ერთი ამბობს, რომ იცით, ხვალ დილით სამსახურში ვარ წასასვლელი და უნდა წავიდე. So let's go home. ასე რომ ყველანი წამოიშალნეთ, რომ გავსულიყავით სახლიდან. So it was March, it was autumn. იყო მარტი, ავსტრალიაში მარტი არის შემოდგომა. And so we had to put our coats on, shoes on and everything. ჩავიცით ჩვენი ქურთუკები, ფეხსაცმლები. And in that hallway, amongst all the shoes and the coats, და გავარდი გამოსასვლელში, სადაც ეს ქურთუკები და ფეხსაცმელები არის დალაგებული. someone said, let's pray for Jeanette. უცბად ერთ-ერთი ამბობს, რომ მოდი ბარემ ჯენეტისთვისაც ვილოცოთ სანამ წავალ. She is in so much pain. რადგან ძალიან სტკივა მას. So two people put their hands on my shoulders. ასე რომ ორმა ადამიანმა ერთმა ხოლო მეორე მხარზე ხელი დამადო. I had never been prayed for like that before. ესე ჩემთვის მანამდე არავის ელოცა. And what happened during that prayer? ამ ლოცვის დროს It's quite amazing. მაგარი იყო. So I felt a point on the top of my head that became really hot. ვიგრძენი რომ ჩემი თხემი თავისი ძალიან გაცხელდა. And there were these waves going through me. გრძნობდი ტალღებს, რომელმაც ჩემს სხეულში დაიწყო მოძრაობა. Waves of warmth. ეს იყო სითბოს ტალღები. Waves of love. ეს იყო სიყვარულის ტალღები. And on every wave was written the name of Jesus. და ყოველ ტალღას ქონდა ეს ხმა იესო. And it was as if Jesus was saying to me, "It's okay, it is me." თითქოს იესო მეუბნებოდა, რომ ყველაფერი კარგად არის, ეს მე ვარ. And then we went home. და შემდეგ წავედით სახლში. And at first I thought, wow, თავიდან ვფიქრობ, რომ რაღაც მაგარი იყო ეს. that was a great atmosphere. რა კარგი ატმოსფერო განვიცადე. And then I thought, no, it's way more than just an atmosphere. მე დავფიქრდი და მივხვდი, რომ ეს იყო გაცილებით მეტი ვიდრე ატმოსფერო. This was the Holy Spirit. ეს იყო სული წმინდა. So I came home. ასე რომ მივედი სახლში. Rudy was already in bed. რუდის უკვე ეძინა. He had been looking after the children. იმიტომ რომ მთელი დღე ბავშვებთან იყო. And I woke him up. გავაღვიძე. I said, Rudy, the power of God has touched me. ვეუბნები, რუდი, ღმერთის ძალა შემეხო. And Rudy said, და რუდი თქვა,
თხო დაიძინე ხვალ, ყველაფერი ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდება. Thank you. What if yeah. So I What a stood next to faith. the bed ამიტომ მე წავედი და დავწექი. and I said, Lord, I know you touched me. ვფიქრო, უფალო, ვიცი რომ შენ იყავი ეს. I have no idea what it means. წარმოდგენა არ მაქვს რა მოხდა, But my old life is anything but normal. მაგრამ ჩემი ძველი ნორმალური ცხოვრება, It is a life full of pain. ნორმალური ცხოვრება არის ტკივილით სავსე ცხოვრება. It is a life where I can just not even look after my children. ეს არის ცხოვრება, რომელშიც მე ჩემს შვილებსაც კი ვერ ვზრუნავ. I said to God, give me an abnormal life. ხა ვეუბნები უფალო, მე მინდა რომ მომცე არანორმალური ცხოვრება. Well, with those thoughts, I went to sleep. და აი ესეთ ფიქრებში ჩამეძინა. And the next morning, when I woke up, მომდენო დილით როცა გავიღვიძე, I realized that for the very first time in 5 years, I had slept through the whole night. გავაცნობიერე რომ პირველად 5 წლის განმავლობაში მეძინა მთელი ღამე. I got up, ისე რომ არ გამეღვიძა. went to წამოვდექი საწოლიდან the bathroom, looked in the mirror. და ჩავიხედე აბაზანაში სარკეში. My back was straight, ჩემი ხერხემალი არის გასწორებული, my shoulders were straight, ჩემი მხრები არის გასწორებული. I could lift my hands, მე შემეძლო ხელის აწევა and I knew God has healed me. და მაშინ მივხვდი რომ ღმერთმა განკურნა. God has healed me. ღმერთმა განკურნა. And needless to say, our life has not been normal again. და შემიძლია ვთქვა რომ იმის შემდეგ ჩემი ცხოვრება ნორმალური აღარასოდეს ყოფილა. ახლავე So yes, like Jeanette said, I was born in a Christian family. დიახ, როგორც ჯენეტმა თქვა, მე დავიბადე ქრისტიანულ ოჯახში. I was only a few days old and my parents took me to church. მხოლოდ რამდენიმე დღის ვიყავი, როცა მშობლებმა წამიყვანეს ეკლესიაში. And I was baptized as a little baby. და პატარაობაში მაშინ ჩვილი მომნაცლეს. And every Sunday my parents would take me to church. ყოველ კვირას ჩემი მშობლები წამიყვანდნენ ეკლესიაში. Every day my mother would read the Bible at the dinner table. ყოველ საღამოს ვახშამზე დედა გვიკითხავდა ბიბლიას. I grew up with the stories of God. მე გავიზარდე ბიბლიური ისტორიებით. I went to a Christian primary school. წავედი ქრისტიანულ დაწყებით სკოლაში I went to a Christian high school. და გავაგრძელე ასევე სხვა ქრისტიანულ სკოლაში. But when I was about 7 years old, როდესაც დაახლოებით 7 წლის ვიყავი, I woke up one Sunday morning ერთ კვირას დილით გავიღვიძე. and I said, Papa, I don't want to go to church. და ვთქვი, მამა, დღეს არ მინდა ეკლესიაში წასვლა. My father looked at me. მამამ შემომხედა He says, Rudy, და მეუბნება, რუდი, you must go to church. ვალდებული ხარ ეკლესიაში წახვიდე. Why, Papa? რატო, მამა? Because if you don't go to church, იმიტომ რომ თუ ეკლესიაში არ წახვალ, God will be angry with you. ღმერთი ძალიან გაბრაზდება შენზე. Parents, მშობლებო, how do you motivate your children to come to church? როგორ შთააგონებთ თქვენს შვილებს რომ ეკლესიაში იარონ? Do you use an angry judge? იყენებთ ღმერთის სურათს როგორც ეს გაბრაზებული მოსამართლისა? Or do you give the picture of a loving father? თუ როგორც მოსიყვარულე მამისა? That day something happened in my heart. იმ დღეს ჩემს გულში რაღაც მოხდა. I became a little bit afraid of God. მაშინ ღმერთი შემეშინდა. I realized I needed to be a good boy. გავაცნობიერე რომ თუ კარგი ბიჭი არ ვიქნები, Because if I did something wrong, then God would punish me. რაღაცა შემეშლება ღმერთი აუცილებლად დამსჯის. So every Sunday I went to church. ამიტომ ყოველ კვირა მე დავდიოდი ეკლესიაში. When I was 12 years old, როდესაც 12 წლის ვიყავი, I read a book about Australia. წავიკითხე წიგნი ავსტრალიის შესახებ. And I said to myself, და ჩემს
ჩემში ვიფიქრე. That is the country where I want to live. აი ქვეყანა სადაც მინდა რომ ვიცხოვრო. I didn't give it much thought after that. ამაზე ბევრი აღარ მიფიქრია ცოტა ხანი. But when I was 19, I met Jeanette. როდესაც 19 წლის ვიყავი, მე ჯენეტს შევხვდი, I fell in love with her. შემიყვარდა. A year later, we got engaged. 1 წლის შემდეგ დავინიშნეთ And that's when I started to think about where are we going to live. და ნიშნობის შემდეგ დავიწყე ფიქრი იმაზე თუ სად ვიცხოვრებთ ოჯახი. And instantly, I went back to that book when I was 12 years old. და მყისიერად მახსენდება ის წიგნი 14 წლის ასაკში რომ ავსტრალიაზე წავიკითხე. And I think I need to be very careful how I ask Jeanette. და ეხლა ვფიქრობ როგორ შევალამაზო სიტყვებით რომ ეს მას გავუზიარო. So remember, we were in the Netherlands, გახსოვთ რომ ჩვენ ვიყავით ნიდერლანდებში, next to Germany. გერმანიის მეზობლად. And I said to Jeanette, you know, if we get married, would you think we could live in a different country? ეხლა ვეუბნევ ჯენეტ რას ფიქრობ რომ დავქორწინდებით შევძლებთ კი სხვა ქვეყანაში ცხოვრებას? So Jeanette is thinking, oh, maybe Germany or Belgium. ფიქრობს ეხლა ალბათ გერმანიაზე და ბელგიაზე ფიქრობს რუდი. Maybe all the way across the water to England. ან მეტი აი აქეთ ზღვის მიღმა ინგლისში. And she says, yes, I think I could. ეს და მეუბნება რომ რა თქმა უნდა რა პრობლემაა? I said, great, let's go to Australia. შვენიერია. კარგი, მოდი ავსტრალიაში წავიდეთ მაშინ. She didn't talk to me for 3 days. 3 დღე არ მელაპარაკებოდა ამის მერე. Not quite true. კაი, ცოტა გავასვიადე. But that far away was a big shock at first. ან მისთვის ეს იყო შოკი. But then she said, მაგრამ მე ამბობს, all right, let's try it. მოდი ვცადოთ. So the day after we got married, we took the aeroplane and we migrated to ასე რომ Australia. ქორწინების მეორე დღეს ჩვენ ჩავსხედით თვითფრინავში და გავფრინდით ავსტრალიაში. Now, what is the first thing a migrant normally does when they arrive in the country? როდესაც იმიგრანტი ჩადის ახალ ქვეყანაში, პირველ რიგში როგორ წესი რას აკეთებს? You need to find a house to live in, უნდა მოძებნო სახლი საცხოვრებლად, and you need to find a job so you can afford to live there. უნდა იპოვო სამსახური, რომლითაც სახლის ქირას გადაიხდი. Not me. რუდი ესეთი არ არის. I had one more important thing to do first. მე მქონდა ერთი უფრო მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც პირველ რიგში უნდა გამეკეთებინა. At 22 years old, the first thing I did in Australia, I was looking for a church to go to on Sunday. 22 წლისა ჩავფრინდი ავსტრალიაში და პირველი რაც გავაკეთე იყო ის, რომ მოძებნე ეკლესია, რომ კვირა დღეს მსახურება არ გამეცდინა. Because I was still afraid that if I did not go to church, God would be angry with me. იმიტომ რომ მე მაშინაც კიდევ მეშინოდა რომ თუ ეკლესიაში გავასწრებ მსახურებას ღმერთი გამიბრაზდება. And I became very much like a Pharisee. და აი ასე მე ჩამოყალიბდი ფარისევლად. This book was about do's and don'ts. ეს წიგნი იყო ჩემი გასაკეთებელი და არ გასაკეთებელი საქმეების სია. Just keep the rules and then maybe God will be happy with you. დაიცავი ყველა წესი და ალბათ უფალით შეგიბრალებს. And like Jeanette said, God gave us a beautiful house, და როგორც ჯენეტმა თქვა, ღმერთმა მშვენიერი სახლი a მოგცა, beautiful business, მშვენიერი ბიზნესი 3 მოგცა, beautiful children. 3 მშვენიერი შვილი მოგცა. And I didn't even realize how sick Jeanette was till after the third child was born. მე მანამდე სრულად ვერ ვაცნობიერებდი, რამდენად ავად იყო ჯენეტი, ვიდრე მესამე შვილი არ შეგვეძინა. As soon as she stopped breastfeeding, she became very twisted in her body. როგორც კი ბავშვი ძუძუს მოუწყვიტეთ, მისი ხერხემალი აი ძალიან დეფორმირდა. And normally when she would get out of bed, it was like, oh. და როგორც წესი ის აი ასე ძლივობით გადმოვიდოდა ხოლმე საწოლიდან. And it would take her half an hour to get from the bedroom to the bathroom. და იმისათვის რომ მიეღწია სააბაზანომდე ჭირდებოდა 30 წუთი. And then that evening after the prayer, she came home. და როდესაც იმ საღამოს ლოცვის შემდეგ იგი დაბრუნდა სახლში. Rudy, wake up. ამას რუდი, გაიღვიძე. Jeanette, what is the matter? ჯენეტ რა გინდა? She said, the power of God has touched me. საოს ღმერთის ძალა შემეხომე. The Pharisee inside of me rose up. მაშინ ჩემში მცხოვრები ფარისეველი ის იღვიძებს. And I said, Jeanette, please go to sleep. Tomorrow you will be normal. და ვეუბნები, გეხვაწები დაიძინე, ხვალ ყველაფერი დაგავიწყდება. Well, the next day wasn't normal. მაგრამ მომდევნო დღეს მას არაფერიც არ დაავიწყდა. She hopped out of bed, ის გადმოხდა საწოლიდან, quickly to the bathroom, წავიდა სააბაზანოში, to the kitchen. შემდეგ სამზარეულოში. Rudy, would you like a cup of tea? რუდი, გინა ჩაი გაგიკეთო? My eyes went pew. ჩემი თვალები, ო! I said, Jeanette, what happened to you? რა დაგემართა?
She said, I tried to tell you last night. გუშინ ხო გაღვიძებდი რომ გეთქვა The შენთვის power of God has touched რომ me. ღმერთის ძალა შემეხო The Pharisee within me rose up. და ჩემში ფარისეველმა ისევ გაიღვიძა I said, Jeanette, ამბობ ჯენეტ I have been in church 33 years. 33 წელია ეკლესიაში ვარ You have only been in church 11 years. შენ მხოლოდ 11 Please don't preach to me. გთხოვ ნუ მიქადაგებ Hello. სალამი Здравствуйте. გამარჯობა And then we went to church the next Sunday. და მომდევნო კვირას ჩვენ წავედით ეკლესიაში Still our old church. იმ ეკლესიაში სადაც ისედაც დავდიოდით In my old church, we do not worship like you worshipped here. ეკლესიაში სადაც ამ დროს დავდიოდით ასეთი თაყვანისცემა და ქებადიდება არ იყო In my old church, we worship like this. ჩვენ ამ ძველ ეკლესიაში აი ასე ვცემდით თაყვანს ოპალა მიყვარხარ ხო მიცი რომ მიყვარხარ But Jeanette, she's not just healed. მაგრამ ჯენეტი განაუბრალოდ განიკურნა She's filled with the Holy Spirit. ის სული წმიდითაც აღივსო And as soon as the music started, და როგორც კი მუსიკა დაიწყო her hands go in the air. მისი ხელები აწეული არის მაღლა And the Pharisee inside me raises up again. და ფარისეველმა ისო გაიღვიძა ჩემში And I look at her. უყურებ ამ ხელებს Jeanette, ateninada. ჯენეტ რა საჭიროა Please don't. ეხვეწები ჩამოუშვი რა Здравствуйте. გამარჯობა But every day, ყოველ დღე I could see the difference. მე ვუყურებ და ვხედავ განსხვავებას Her body straightened out. მისი სხეული გასწორებულია Every morning she hopped out of bed like მეორე this. დღეა გადმოხდა მესამე დღე ისე თავისუფლად დგება საწყლიდან And when our youngest baby was 5 months old, she could not carry it and dropped him on the ground. ჩვენი 5 თვის შვილი როდესაც მას ხელში ეჭირა ამ დაავადების დროს ვერ დაიჭირა და დაუვარდა სამზარეულოში She couldn't lift her hands any higher than this. ხელებს აი ამაზე მაღლა ვერ წევდა But now she picks up the 5-year-old, the same boy is 5 years old, ეხა იგივე ბავშვი უკვე 5 წლისაა და ხელში უჭირავს and she lifts him to the sky. და მაღლა ყავს ატყვანილი Now you can watch a charismatic program on television. შენ შეიძლება უყურო ქარიზმატულ გადაცემას ტელევიზორში You can switch it off, და გათიშო and you can say, that is და not true. That თქვა does not happen. ქარიზმატები ამათ რა იციან But I had a problem. მაგრამ მე პრობლემის წინაშე big ვდგავარ problem. ძალიან დიდი პრობლემის წინაშე God's miracle slept in my own bed. ღმერთის სასწაულს საწოლში ეძინა ჩემ გვერდზე I couldn't switch that off. და იმ ტელევიზორს გავთიშავ მაგრამ იქ ვერ ვთიშავ And I have so many questions. და მე მაქვს კითხვები In my mind, in my heart, in my spirit. გონებაში გულში სულში I go to my pastor in Australia. მივდივარ ჩემს წყემსთან ავსტრალიაში Now, the official theology of that church was when the last apostle died, the miracle stopped. ამ ეკლესიის ოფიციალური დოქტრინა იყო რომ ბოლო მოციქულის გარდაცვალებასთან ერთად შეწყდა სასწაულები And I said, Pastor, ეუბნები მწყემსო you already know what happened to Jeanette. Jeanette had already told him. ჯენეტმა უკვე გითხრათ რაც გადახდა You teach me that these things cannot happen. შენ მე მასწავლე რომ ესეთი რაღაცები არ შეიძლება ხდებოდეს What do I believe? ეხა მითხარი რა უნდა დავიჯერო დამეხმარე And the pastor said to me, წემს მეუბნება Rudy, you will never know who has done this. რუდი შენ ვერასოდეს გაიგებ ვინ მოახდინა ეს სასწაული The Bible says that Satan can do false miracles. ბიბლია ამბობს რომ ეშმაკსაც კი შეუძლია ცრუ ნიშნების და სასწაულების მოხდენა You will never know whether this was Satan or whether it was Jesus. რუდი ვერ გაიგებ ვერასოდეს ეს იესო იყო თუ ეშმაკი Now, sometimes you can have a conversation with somebody, შეიძლება ვიღაცასთან საუბარი გქონდეს and ზოგჯერ then you drive home, საუბარი დაასრულო but in your head you're not finished with the conversation. მაგრამ წახვედი და ამ საუბარს გონებაში აგრძელებ And I'm driving home, ეხა მანქანაში ვსივარ მივდივარ სახლში and I say to myself or to the pastor in my mind, და ვეუბნები მწყემს ჩემს გონებაში but pastor, she's not worshipping Satan. მაგრამ მწყემსო ამ სასწაულის გამო ის სატანას კარადიდებს She only talks about the love of Jesus. სულ იესოს სიყვარულზე ლაპარაკობს She's heard it when she was touched by the warmth. ის იყო ძალიან კომფორტულად როდესაც ეს სითბო ეხებოდა მას And pastor, და მწყემსო if you believe that Satan has got that much power, და თუ შენ ფიქრობ რომ სატანას ესეთი ძალა აქვს და ასეთია when Jesus was on the cross,
როდესაც იესო ჯვარზე იყო, he overcame the power of Satan. იესომ დათრგუნა ეშმაკის ძალა. Certainly Jesus has got more power than Satan. იესოს უფრო მეტი ძალა აქვს ვიდრე სატანას. So it must be possible for Jesus to do a miracle. ასე იესოს უნდა შეეძლოს სასწაულების გაკეთება, როგორიც ესაა. And after 6 weeks, Six 6 weeks after she was healed, მისი განკურნებიდან 6 კვირის შემდეგ I read the whole book of Mark. მარკოზის მთელი წიგნი წავიკითხე. And I closed my Bible დავხურე ბიბლია and I started to pray. და დავიწყე ლოცვა. Listen to the prayer of a Pharisee who has been in church for 33 years. მოისმინეთ ფარისეველის ლოცვა, რომელიც ეკლესიაში 33 წელია დადის. I prayed, ვილოცე ასე. God, Ღმერთო, if you are alive today. თუ დღესაც ცოცხალი ხარ. After 33 years, I had to ask that question. 33 წლის მერე მე ვსვამ ასეთ კითხვას. If you are alive today, უფალო, თუ დღეს ცოცხალი ხარ, I do not know you. ესე იგი არ გიცნობ. If it is you who has touched Jeanette, თუ შენ ხარ ის, ვინც ჯენეთს შეეხო, then I don't know you. ესე იგი არ გიცნობ. And then one sentence changed my life. და შემდეგ იყო წიანდადება, რომელსაც ჩემი ცხოვრება შეცვალა. But I want to know you. მაგრამ უფალო, მინდა გაგიცნო. At that moment, the Holy Spirit came in my heart. ამ დროს სული წმინდა შემოვიდა ჩემს გულში. He baptized me with the Holy Spirit. მან მომნათლა თავის სულით. I cried like a little baby. და ვტირივა როგორც ჩვილი ბავშვი. And this Pharisee was born again. და ეს ფარისეველი ზეციდან იშვება. And I tell you what, გეტყვით რას? the next day was not normal. მომდევნო დღე არც ჩემს ცხოვრებაში იყო ნორმალური. And the rest of my life was not normal. და დღემდე ნორმალური აღარაფერი აღარ ყოფილა. 3 months later, I went to India for the first time to preach the gospel. მონანიებიდან 3 თვის შემდეგ ინდოეთში წავედი სახარების საქადაგებლად. We have some beautiful Indian guests as well. ჩვენ გვყავს მშვენიერი სტუმრები ინდოეთიდან დღეს აქ. In that country, I saw hallelujah. ჰალელუია. In that country, I saw nearly every miracle that you can read about in the Bible. ამ ქვეყანაში მე ვნახე თითქმის ყველა სასწაული, რომლის შესახებაც ბიბლიაში მაქვს I წაკითხული. saw blind people healed, მე ვუყურებდი ბრმების როგორ ეხილებოდა deaf and dumb თვალები. people healed, ხედავდი როგორ ლაპარაკობდა მუნჯი და როგორ ისმენდა ყრუ. crippled people healed. ხედავდი დაკრუნჩხული ადამიანები როგორ სწორდებოდნენ. And after my first time in India, I knew I needed to be a missionary for the rest of my life. და პირველი მოგზაურობის შემდეგ ინდოეთში უკვე ვიცოდი რომ მთელი ცხოვრება მე უნდა ყოფილიყავი მისიაში. That all happened in 1993. ეს ყველაფერი მოხდა 1993 წელს. 95, 96, 97, I went to Bible college. 95, 16 და 17 წლებში მე კოლეჯში ვსწავლობდი ბიბლიის. And at the same time, we helped build our church in Melbourne. ასევე მელბურნში ეკლესიის მშენებლობაში ვიღებდი მონაწილეობას. And in the end of 97, God called us to Russia. და 97 წელში ღმერთმა მოგვიწოდა We რუსეთში. lived in Russia for a couple of years. რამდენიმე წელი ვიცხოვრეთ იქ. And since then, we have traveled to most countries of the former Soviet Union. და მას შემდეგ ჩვენ თითქმის ყველა ქვეყანაში ვიყავით პოსტსაბჭოთა სივრცეში. Kazakhstan, Kyrgyzstan, Tajikistan, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, Uzbekistan. უზბეკეთი. 2004, we started work in Ukraine. 2004-ში დავიწყეთ უკრაინაში მსახურება. We did a little bit in Belarus and in Latvia. ცოტაოდენი ბელარუსსა და ლატვიაშიც. Only God can organize something like that. მხოლოდ ღმერთს შეუძლია ასეთი საქმის ორგანიზება. Amen. ამინ. Let's open the Word of God. მოდით ღმერთის სიტყვა გადავშალოთ. I'll give you the title of the sermon. მე მინდა რომ ჩემი ქადაგების სათაური The გითხრათ. title is Peter, Priest and Rabbis. ამ ქადაგებას ჰქვია პეტრე, მღვდლები და რაბინები. Jesus was a rabbi. იესო იყო რაბინი Jesus had an enemy. და მას ყავდა მტერი. He was the chief priest in Jerusalem. ეს იყო იერუსალიმის მღვდელმთავარი. Now, how do you become a priest? როგორ ხდებოდა ადამიანი მღვდელი? In the Old Testament, you could only become a priest if you were born as a Levite. ძველ აღთქმაში მღვდელი შეგეძლო გამხდარიყავი მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ლევის ტომში დაიბადებოდი. Leviticus 21 and 22 says a lot about priests. ლევიტელთა 21-22 თავები ბევრს საუბრობს მღვდლების შესახებ. For many Christians, Leviticus is a bit of a hard book to understand. ქრისტიანთა უმრავლესობისთვის ლევიტელთა წიგნი რთული გასაგებია. But for the Jews, that was the book of freedom. მაგრამ ებრაელისთვის ეს იყო თავისუფლების წიგნი. For hundreds of years in Egypt, their lives had no value. ასობით წლის განმავლობაში მათ ცხოვრებას არაფერი ფასი არ ჰქონდა ეგვიპტეში. They were slaves, their masters could kill them, was no
retribution. ისინი იყვნენ მონობაში, იქ ზედამხედველს შეეძლო თუ გადაწყვიტა და მოეკლა ებრაელი. But when Leviticus was given to them, they understood that they were valued by God. მაგრამ როდესაც ლევიანთა წიგნი მიეცათ მათ გააცნობიერეს, რომ ისინი ფასეულნი არიან That ღმერთისთვის, God wanted to protect them. რომ ღმერთს უნდა ამ ხალხის დაცვა, That life is sacred. რომ სიცოცხლე არის წმინდა. Wow. Wow! Let's read a little bit about what priests can and cannot, must and cannot do. მოდით ცოტაოდენი წავიკითხოთ მღვდლების მოვალეობებზე. Leviticus 21, ლევიანთა 21 თავი, verses 5 and 6. მეხუთე მეექვსე მუხლები. You may read it. არ მოიტიტლონ თავი და წვერის კიდეები არ მოიპარსონ, სხეულზე ნაკაწრებს ნუ გაიკეთებენ. წმიდები იყვნენ ისინი თავისი ღმერთისთვის და არ შებრალონ თავისი ღმერთის სახელი, რადგან უფლის საცეცხლო შესაწირს. თავისი ღმერთის პურს სწირავენ ისინი და ამიტომ უნდა იყვნენ წმიდები. You cannot shave your head. თავი არ გადაიპარსო, You cannot shave your beard. არც წვერი გაიპარსო. All right, I better go home. კაი, წავედი, всё. I can't be a servant of God. მე უკვე მღვდლად არ ვარგივარ ამ კრიტერიუმით. Verse 16. მე-16 მუხლი. არ წაბილწოს თავისი Hang on, 16 till 19. 16 till 19. კი ბატონო, მე-16 მუხლიდან მე-19-ს ჩათვლით. უთხრა უფალმა მოსეს, ასე უთხარი აარონს, კაცი, რომელსაც სხეულის ნაკლი ექნება შენს შთამომავალთაგან, თავის საობებში არ მივიდეს პურის შესაწირად თავისი ღმერთის წინაშე. და არც ერთი ვისაც ნაკლი აქვს არ მივიდეს. კაცი ბრმა ან კოჭლი, ან ცხვირჩაჭყლეტილი, ან მახინჯი, ან კაცი, რომელსაც ფეხი აქვს მოტეხილი, ან ხელი აქვს მოტეხილი. Not sure if you can see it in the back, არ ვიცი ბოლო რიგებიდან თუ ჩანს ეს, but I have a defect on my body. მაგრამ ჩემს სხეულს ნაკლი აქვს. My pinky is cut off. My little finger is cut off. ნეკათითის ზედა ნაწილი მოჭრილი მაქვს. So according to the book of Leviticus, ლევიტელთა წიგნის თანახმად, if you had a defect in your body, თუ შენ გაქვს დეფექტი then სხეულზე, you could no longer serve God as a priest. შენ აღარ შეგიძლია იყო მღვდელი ღვთის წინაშე. So I am doubly disqualified. ასე რომ მე ვარ ორმაგად დისკვალიფიცირებული ამ საკითხში. ერთი თმების გამო, მეორე ნეკათითის გამო. It gets more interesting. მაგრამ კიდევ უფრო საინტერესო ხდება. Verse 20. მე-20 მუხლი. ან კუზიანი, ან კონდრის კაცი, ან რომელსაც ლიბრი აქვს თვალზე გადაკრული, ან ქეცის ჭირს, ან კვერცხები აქვს დაჭყლეტილი. Even your testicles cannot be damaged. წარმოიდგინე, აი ბოლოში ხო ესეც კი არ უნდა დაუზიანდეს კაცს. In our church, ჩვენს ეკლესიაში we take this very seriously. ამ საკითხს ძალიან სერიოზულად უდგებოდნენ. If you want to lead worship or preach in our church, გინდა წარუძღე განდიდებას ან იქადაგო ჩვენთან ეკლესიაში? one of our doctors will first take you into a little room. ჩვენი ერთ-ერთი ექიმი ოთახში გამოკლებას ჩაგიტარებს. No. ხუმრობ. We live in the New Testament. ეს ახალი აღთქმა არის. It's okay. ახალ აღთქმაში სხვა წესებია. Now, how did you become a rabbi? მაგრამ რაბინი როგორ უნდა გამხდარიყავე? Rabbis could come from any tribe. რაბინი შეიძლება ნებისმიერი ტომიდან დაბადებული გამხდარიყო. In the Old Testament, all boys and all girls 6 years old started school. ძველ აღთქმაში ყველა გოგო და ყველა ბიჭი 6 წლის ასაკიდან მიდიოდა სკოლაში. And the first thing they needed to do at the school of 6 years old და პირველი რაც 6 წლის ბავშვს უნდა გაეკეთებინა სკოლაში, was memorize the book of Leviticus. იყო ლევიანთა წიგნის დაზეპირება. The whole book. მთელი წიგნი. 6 years old, that was what they were taught. 6 წლის ბავშვს ასწავლიდნენ ლევიანთა წიგნს. Because to them Leviticus was so valuable. რადგან მათ მიაჩნდათ, რომ ლევიანთა წიგნი არის ძალიან ფასეული წიგნი. Then at 12 years old, შემდეგ 12 წლის ასაკში all girls were sent home ყველა გოგონას გაგზავნიდნენ სახლებში and most boys were sent და home. ბიჭების უმრავლესობასაც სახლებში გაგზავნიდნენ. But very good students, მაგრამ ძალიან კარგი სტუდენტები they would continue school გააგრძელებდნენ სწავლას.
to study to become a rabbi. რათა განსწავლულიყვნენ და გამხდარიყვნენ რაბინები. What was the classification of a good student? როგორ უნდა ამოგერჩია კარგი სტუდენტი? A good student was not somebody who had an A+ for their test. კარგი სტუდენტი არ არის ის, ვისაც ტესტში აქვს მაღალი ქულა. A good student asked very good questions. არამედ კარგი სტუდენტი არის ის, რომელსაც შეუძლია ძალიან კარგი კითხვების დასმა. Remember Jesus when he was 12 years old, he went to the temple გახსოვთ, როდესაც 12 წლის იესო არის ტაძარში and he amazed everybody by the kind of და questions he was asking. აოცებდა გარშემომყოფ მოძღვრებს რით, იმით რომ საინტერესო კითხვებს სვავდა. And then Jesus disappears შემდეგ იესო უჩინარდება, until he's 30 years old. ვიდრე იგი არ გამოჩნდება 30 წლის ასაკში. We read nothing about that period. ჩვენ ამ პერიოდზე ბევრი არაფერი ვიცით. But when he comes back, მაგრამ როდესაც იესო მსახურებაში they შედის, call him rabbi. მას უწოდებენ რაბის. Why? რატომ? Because he had qualified as a rabbi. He was იმიტომ რომ მან გაიარა რაბინის მაკვალიფიცირებელი გზა. So what happened when they were 12 years old? ასე რომ 12 წლის ასაკში რა ხდება? They were studying till 15 years old. ისინი 15 წლამდე გადიან სკოლას. And then again, some students were sent home. 15 წლის ასაკში ზოგიერთ სტუდენტს ისევ გაუშვებენ სახლში. Then they studied till they were 18 years old. შემდეგ გრძელდება სწავლება 18 წლამდე. And at the same time, they were learning a trade. და ისინი what is trade? Trade like a profession. ისინი ასევე ეუფლებიან პარალელურ რეჟიმში ხელობას. Joseph, the father of Jesus, was a carpenter. იესო იოსების ძე იყო დურგალი. So Jesus learned from his father how to become a carpenter. ამიტომ იესო თან სწავლობდა და თან დურგლის ხელობას ეუფლებოდა. And all the students that were trying to be a rabbi always learned the profession of their father. ყველა სტუდენტი, რომელიც ცდილობდა გამხდარიყო რაბინი, პარალელურად ეუფლებოდა საკუთარი მამის ხელობას. Because at 18 years old, some more students were sent home. No, you cannot be a rabbi. რადგან 18 წლის ასაკში კიდე გადაარჩევდნენ ამ ბავშვებს და ეტყოდნენ, იცით, თქვენ ვერ იქნებით რაბინები და დაიტოვებდნენ ნაწილს. And then, true rabbis would start to call some of the other students that were still studying და to become my disciple. ამის შემდეგ რაბინები მივიდოდნენ და აი ამ კარგ სტუდენტებს 18 წლისებს წაიყვანდნენ და ეტყოდნენ, რომ მოდი ჩემი მოწაფე გახდე. In Luke chapter 5, ლუკას მეხუთე don't თავში need to read it. And in Matthew chapter 4, და მათეს მეოთხე თავში you can read how Jesus calls disciples. შენ წაიკითხავ, როგორ მოუწოდებს იესო მოწაფეებს. He goes to fishermen. ის მიდის მეთევზეებთან. Simon called Peter and Andrew. სიმონ პეტრე და ანდრია. And he says, come follow me. და ეუბნება მათ, გამომყევით მე. It was normal for a rabbi to call disciples, იესოსთვის რომ მოწაფეები აეყვანა, but it was not normal to call disciples that had failed, didn't finish rabbi school. ეს ნორმალური იყო, მაგრამ რომ აეყვანა ის ადამიანები, რომლებიც იმ სკოლიდან გამოუშვეს და მეთევზეები გახდნენ, აი ეს უკვე არანორმალური იყო. So Jesus turns the world upside down. ამიტომ იესო უკვე ეწინააღმდეგება იქაურ სოფლმხედველობას. Something he does so often, especially in the beginning of the book of John, he turns everything upside down. როგორც წესი იესო ყველა კულტურულ წესჩეულებას ეს მაგიდასავით აყირავებს. And he says, you will be fishers of men. და ეუბნება რომ თქვენ იქნებით ადამიანთა მებადურნი. And then he goes on and on and on. Now Peter was called. We can read that. გრძელდება პეტრე მოწოდებული არის. Peter is an interesting disciple. იგი ძალიან საინტერესო მოწაფეა. He's a bit of a hothead. შეიძლება ითქვას რომ ცოტა მოუთოკავი არის. He's often the first one to speak or do something. პირველი არის ვინც ლაპარაკობს, პირველია ვინც რაღაცას აკეთებს. He doesn't always exactly think before he does something. და ყოველთვის ვიდრე რაღაცას გააკეთებს, მაინც და მაინც არ ფიქრობს. And yet God uses him very და powerfully. მაინც ღმერთი მოუწოდებს მას და ძლიერად მოქმედებს მისგან. At the first sermon at Pentecost, პირველ ქადაგებაზე 50-მე დღეს Peter preaches a sermon so powerful პეტრე ისე ძლიერად ქადაგებს, that 3,000 people get saved. რომ 3,000 ადამიანი ინანიებს. Wow! ვაუ! That's instantly a very big church. ეს უკვე არის ერთ დღეში დაბადებული დიდი ეკლესია. Peter is also the apostle that brings the gospel
first to the Gentiles. პეტრი არის ასევე ის მოციქული, ვინც პირველად უქადაგებს But წარმართებს. then later Paul takes that job over. და შემდეგ პავლე მოციქული აგრძელებს ამ მსახურებას. But before we get there, some other things happened. მაგრამ ვიდრე ამ აქამდე მივალთ, კიდევ სხვა რაღაცები ხდება. Let's read from Luke 22, მოდით ლუკას 22 თავი, verse 31 and 32. 31-12 მუხლები Luke წავიკითხოთ. 22. ლუკა 22, 31, 32. 31-32. და თქვა უფალმა, სიმონ, სიმონ, აჰა სატანა მოითხოვა რომ ხორბალივით გაგცხრილოს, მაგრამ მე ვილოცე შენთვის რომ არ დაილიოს შენი რწმენა და როცა კვლავ მოიქცევი, განამტკიცე შენი ძმები. We all have an enemy. ჩვენ ყველას გვყავს მტერი. When you follow Jesus, when you follow God, you have an enemy. როდესაც თუ შენ მიყვები ღმერთს, შენ გყავს მტერი. His name is Satan, და მას ქვია სატანა. and he will try to stop you. და ის შეეცდება რომ გაგაჩეროს. Satan has asked to sift all of you as wheat. სატანამ ითხოვა რომ გაგცხრილოს როგორც ხორბალი. But Jesus is praying for us. მაგრამ იესო ლოცულობს He ჩვენთვის. says to Peter, but I have prayed for you, ამბობს, Simon, მაგრამ პეტრე, სიმონ მე ვილოცე შენთვის, that your faith may not fail. რომ შენი რწმენა არ დაილიოს. And when you have turned back, და როდესაც მოიქცევი უკან, strengthen your brothers. შენი ძმები განამტკიცე. Now, you would think if Jesus says you have turned back, then you would think, now I need to know what that means. Turn back from what? როცა მოიქცევი, ანუ მოიქცევი რას ნიშნავს? რა მოხდება განა ასეთი? But Peter doesn't ask the question. პეტრე არ სვავს ამ კითხვას, უფალო რა მოხდება? Look at what he does say, verse 33 and 34. 33 მუხლი და მე 34 ნახეთ რა ხდება. მან კი უპასუხა, უფალო, მზად ვარ საპყრობილეშიც წამოყვე და სასიკვდილოდაც, ხოლო მან უთხრა, შენ გეუბნები პეტრე, დღეს მამალი არ იყივლებს, სანამ სამჯერ არ უარყოფ რომ მიცნობ. Lord, I am ready to go to prison with you and to death. უფალო, მზად ვარ წამოყვე საპყრობილეში და სიკვდილამდეც. Who is willing, who here in this room is willing to die for Jesus? ამ ოთახში ვინ არის მზად რომ მოკვდეს იესოსთვის? Great. რა დიდებულია. You know, it's very easy to die for Jesus. ეცი ძალიან მარტივი არის იესოსთვის სიკვდილი. Fly to North Korea, start praying, start preaching the gospel. წადი ჩრდილოეთ კორეაში, დაიწყე ქადაგება. It's not hard to die for Jesus. იესოსთვის სიკვდილი ძალიან მარტივია. You know what is much more difficult? იცით რა არის უფრო რთული? To live for Jesus. რომ იცოცხლო იესოსთვის. Now, ახლა I am ready to die for you. მზად ვარ მოვკვდე შენთვის. You're only willing to die for somebody that you love. შენ მზად ხარ მოვკვდე მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვინც გიყვარს. In my language, English, we only have one word for love. ინგლისურ ენაში სიყვარულის აღმნიშვნელი მხოლოდ ერთი სიტყვა გვაქვს, And love გამომხატველი. can take different meanings. და სიყვარული, ამიტომ ერთი სიტყვა სიყვარული ძალიან ფართო მცნება არის. But in the Greek, there is 4 words for love. მაგრამ ბერძნულში არის 4 სიტყვა სიყვარულისთვის. And the highest form of love is described with the word agape. და ყველაზე მაღალი დონე სიყვარულისა არის გამოთქმული სიტყვა აღაპეთი. I have agape love for Jeanette. მე მაქვს აღაპე სიყვარული ჯენეტის მიმართ. If she is in danger, თუ ის საფრთხეშია, then I will say, I agape you and I will willing მაშინ to fight ვეთქვი, for your life. ჯენეტ, მე აგაპე შენ, ამიტომ მე მზად ვარ რომ მოვკვდე შენთვის. Georgi is just a friend. გიორგი კიდე ჩემი მეგობარი არის. For him, I have filio. მე გიორგის მიმართ მაქვს ფილეო სიყვარული. I like it when he translates for me. აი მე მომწონს, როდესაც But მითარგმნის. you know, that's where it stops. მაგრამ ეგ არის. Not really. Not really. ცოტა მეტი არის. I love him like my brother. ჩემი ძმა არის. I've known him for 6 years. ოკეი, 6 წელია. I love him like my brother. როგორც ძმა ისე მიყვარს. But for normal friendship, you use the word filio. ჩვეულებრივი მეგობრისთვის შენ იყენებ ფილეოს სიტყვას. The other 2 words are not ტერმინს. important. მე სხვა ორი ტერმინი არ But it ამნიშნელოვანი, is very important to know the difference between agape and filio. მაგრამ მნიშვნელოვანია დავინახოთ, რომ არის აღაპე, ანუ სიკვდილამდე სიყვარული, არის ფილეო, მეგობრული სიყვარული. So when I paraphrase verse 33, ამიტომ მე პერიფრაზით წარმოვადგენ when Peter says, 33 I მუხლს. am ready to die for you, როდესაც პეტრე იესოს ეუბნება, მე მზად ვარ სასიკვდილოდ გამოვყვე. he is saying, Lord, I have agape love for you. პეტრე იესოს ეუბნება, იესო მე აღაპე შენ.
I need something red. მე მჭირდება რაიმე წითელი. Okay. Oh, I got something red here. ჩემი ბიბლია არის წითელი. On the what? Yeah. Thank you. Before we go there, სანამ მანდ მივალთ. we all know what happens. ჩვენ ვიცით რაც ხდება. Jesus. Oh, then we go to the swords. Okay, let's read 22. მოდი 38 მუხლი წავიკითხოთ იგივე Luke თავის. 22, verse 35 to 38. ლუკა 22 თავის 35-38 მუხლები. 22, verse 35 to 38. Sorry. Yep. Yeah, he told them to When take purse, right? Without purse. უთხრა მათ 35 მუხლიდან ქისის აბგისა და ფეხსაცმლის გარეშე რომ გაგგზავნეთ თუ გაკლდათ რამე უპასუხეს არაფერი მაშინ უთხრა ახლა კი ვისაც ქისა აქვს აიღოს ასევე აბგა ხოლო ვისაც არა აქვს მახვილი თავისი ტანსაცმელი გაყიდოს და იყიდოს თქვენ გეუბნებით რომ უნდა 38 right Yep. თქვენ გეუბნებით რომ უნდა აღსრულდეს ჩემზე დაწერილი ბოროტ მოქმედებთან შეირაცხა რადგან ის რაც ჩემზეა დაწერილი დასასრულს უახლოვდება მათ უთხრეს უფალო აჰა აქ ორი მახვილია მიუგო მან საკმარისია We have two swords. ორი მახვილი გვაქვს I only brought one. მე მხოლოდ ერთი წამოვიღე Okay? კარგი But Jesus says it's important to have a sword. იესო ამბობს რომ მახვილი გჭირდებათ So they say, yes, we have to. ისინი ამბობენ ორი ცალი გვაქვს Okay, that's enough. საკმარისია So 12 disciples, 12 მოწაფე but all of a sudden 2 swords is enough. და 12 მოწაფისთვის ორი მახვილი საკმარისია What did Jesus say? რას ამბობს იესო When you believe in me, your life is in danger and you need to kill other people that don't believe it? თუ ჩემი ირწმუნეთ, იცოდეთ რომ თქვენი ცხოვრება საფრთხეში ჩავარდება და როცა იქადაგებ და ვიღაცა თქვენ წინააღმდეგ გამოაიღებთ ამ მახვილს და პირდაპირ ფეხებში. Verse 47 and 48. 47 და 48 მუხლები. ჯერ სიტყვა არ დაესრულებინა რომ აჰა მოვიდა ხალხი რომელსაც წინ მოუძღოდა 1-12 თაგანი რომელიც იუდად იწოდებოდა და საამბოროდ მიუახლოვდა იესოს. უთხრა იესომ იუდა ამბორით გასცემ ძეკაცისას. Judas, are you betraying the Son of Man with a kiss? იუდა ამბორით გასცემ ძეკაცისას. 49 and 50. 49 მასთან მყოფებმა რომ დაინახეს რაც ხდებოდა უთხრეს უფალო დავცხოთ მახვილი ერთმა მათგანმა დაჰკრა მღვდელმთავრის მონას და მარჯვენა ყური ჩაათალა. And one of them struck the servant of the high priest, cutting off his ear. ერთმა მათგანმა მახვილი დაჰკრა მღვდელმთავრის მონას და ყური ჩაათალა. Now Luke doesn't tell us who that is. ლუკა არ გვეუბნება ვინ იყო ეს ვინც მახვილი მოიქნია. But John does. მაგრამ იოანე გვეუბნება. In chapter 18. მე-18 თავში. Then Simon Peter, who had a sword, მაშინ Simon Petrem ამოიღო მახვილი he drew it and struck the high priest servant, cutting off his right ear. და მღვდელმთავრის მონას ყური ჩამოათალა. Now brother, please come. ძმაო, გთხოვთ, მობრძანდით. Are you married? დაქორწინებული ხართ? Are you ready to die for Jesus? მზად ხართ იესოსთვის მოკვდეთ? You want to ring her first? ხო არ გინდა დარეკოთ მანამდე. Tell her you love her. მეუღლესთან რომ გიყვართ. He says, as I see, I don't have time to call now. All right. When my mother was reading this story to me, როდესაც დედა ჩემი ამ ისტორიას გვიკითხავდა საღამოს, I go, what is wrong with you, Peter? ფიქრობ, პეტრე, რა გჭირს? Can't you kill this man with a sword? ყურის ჩაძლა რა არის? მოიქნიე ბარემ, მოკალიე კაცე. How do you kill somebody with a sword? მაგრამ როცა მახვილი გაქვს ადამიანი როგორ უნდა მოკლა? There is 3 ways. სამი გზა. 1, პირველი, straight in the heart. პირდაპირ გულში. 2, მეორე, cut the head off. მაშინ პირდაპირ ყელში. 3, მესამე, split his skull in the middle. პირდაპირ თავში მაღლიდან. Now, because he cut the ear off, იმის გამო რომ პეტრემ ყური ჩამოათალა, I am thinking, okay, ფიქრობ, ესე იგი, maybe he just lifted the head a little bit. ალბათ that way. რომ მოიქნია მახვილი, And მონამ pium! გაწია თავი და ყური შერჩა მახვილის ხელში. But then he would have cut his arm off. მაგრამ თუ ასე მოიქნევდა და თავს გაწევდა, მაშინ პეტრე ხარსაც ჩამოაჭრიდა.
What did Peter learn when he was 6 years old? რა ისწავლა პეტრემ, როცა 6 წლის იყო? If there is any defect on your body, რომ თუ შენ სხეულს დეფექტი აქვს, it is Malchus, the servant of the high priest. ეს მალქოსია, მღვდელმთავრის მსახური, He მონა. is studying to become a priest or a high priest. მოწაფე არის, რომ ერთ დღეს იქნებ მღვდელმთავარი გახდეს. And Peter says, და პეტრე ამბობს, you want to serve God? შენ გინდა ემსახურო ღმერთს? აი შენ, ერთი ყური, აი იქ არის. No, you can never be a priest. ეხა შენ ვეღარასოდეს იქნები მღვდელი. And Jesus picks up the ear, იესო იღებს ყურს puts it back on him. და უმრთელებს მას. So, ამდენად he did not just heal Malchus. იესომ განა მალქოსი განკურნა He უბრალოდ. gives the ministry of his enemy back to him. იესო თავის მტერს აბრუნებს, აღადგენს ღვთისმსახურებაში. He wants to give Malchus every opportunity that once the Holy Spirit comes, he can also become a living priest for God. იესოს უნდა მისცეს შესაძლებლობა მალქოსს, რომ როდესაც სული წმინდა მოვა, მალქოს შეეძლოს იყოს ლევიტელი მღვდელიც, He სული did not just heal him. იესომ არა უბრალოდ განკურნა ყური. He gave his enemy his ministry. იესომ თავის მტერი აღადგინა მსახურებაში. დიდი მადლობა. Jesus says, put that sword away. იესო ამბობს, ჩააგეგ მახვილი. Now you know the rest of the story. თქვენ იცით ისტორია როგორ გრძელდება? In a big place, lots of people are gathered and Jesus is he's in front of a court. ბევრი ადამიანი არის, შეკრული მნიშვნელოვანი ადამიანები, იესოს სასამართლოს წინაშეა წარმოდგენილი. It's evening, საღამოა, it's cold, ცივა and in the middle of the little plaza is a fire. და აი აქ პატარა მოედნის შუაგულში არის ცეცხლი ანთებული. And Peter comes close to warm his hands. პეტრე უახლოვდება ამ ცეცხლს, რომ ხელები გაითბოს. The fire shines in his face, ცეცხლი მის სახეს ანათებს and people recognize him. და ადამიანები ცნობენ მას. You are one of him. შენ ერთ-ერთი მათგანი ხარ. You are one of his disciples. მისი მოწაფეთაგანი He ხარ. goes back. ის უკან მიდის? No, I don't know him. არ ვიცნობ მას. But an hour later, his hands are getting cold. კიდევ შესცივდა პეტრეს, ერთი საათის მერე კიდევ მიდის He's ცეცხლთან. warming him at the fire. ხელებს ითბობს ცეცხლზე. People recognize him. ხალხი ისევ ხედავს მის სახეს You და are one of ცნობს. him. არა, უეჭველად No, I ერთ-ერთი don't know მათგანი ვარ. არა, რას ამბობთ? And that happens a third time. და იგი მესამედაც ხდება. And then მაშინ the rooster crows. მამალმა იყილა. Just like Jesus had promised. ზუსტად ისე როგორც იესო მიწინას წარმეტყველა. Oh, it says იგი ამბობს. in Luke, in verse 60 to 62, you don't need to read it. It says, Peter wept bitterly. ლუკას მესამეც 62 მოხლებია პეტრეო ცხარედ ატირდა. Jesus had described it already, and now it happened just as Jesus told. იესომ უთხრა წინასწარ და რაც უთხრა ზუსტად ის მოხდა. Wow. ვაუ. Then we come after the resurrection. აღდგომის შემდეგ Peter and some of the other disciples have gone back to where they used to live, პეტრე და სხვა მოწაფეები დაბრუნდნენ იქ, სადაც and they are fishing. საქმიანობდნენ ისედაც და თევზაობენ. And then Jesus appears to them. და იესო ეცხადება მათ. In the beginning, they didn't even recognize him, დასაწყისში ვერც კი იცნეს იგი. but Jesus is repeating the catch, the miraculous catch of fish. მაგრამ იგივე სცენა არის სასწაულებრივი თევზჭერის, როგორიც მაშინ იყო, როდესაც მოწაფეებს შეხვდა. He did it when they first called him, როდესაც პირველად მოუწოდა მოწაფეებს, and now he does it for the second time after the resurrection. იგივე სასწაული ხდება ახლა აღდგომის შემდეგ. You can read it in John 21, იოანეს 21 თავის verse 5. მეხუთე მუხლი. უთხრა მათ იესომ, შვილებო, არაფერი გაქვთ საჭმელი, მიუგეს არა. Verse 6. მეექვსე მუხლი უთხრა მათ, ნავის მარჯვენა მხრიდან ისროლეთ ბადე და იპოვით. ისროლეს და ვეღარ გამოათრიეს თევზის სიმრავლის გამო. And then in verse 7, all of a sudden, Peter recognizes და that it is მეშვიდე the Lord. მუხლი Oh, sorry, John recognizes him.
მეშვიდე მუხლში იოანე უკვე ცნობს, რომ ეს პიროვნება ნაპირზე იესო არის და ეუბნება პეტრეს. John says, "It is the Lord." ეს უფალიაო, უთხრა იოანემ As პეტრეს. soon as Simon Peter hears that, როცა მოისმინა პეტრემ ეს, he wrapped his outer garment around him. მან მოსასხამი მოისხა He jumped in the water. და გადაეშვა წყალში. The other disciples followed in the boat, და მოწაფეებიც ნავით მიყვნენ მას. towing the net full of fish, გამოათრიეს თევზი სავსე ბადე. about 100 yards. დაახლოებით End of verse 8. მერვე მუხლში 200 წრთაზე იყვნენ შესულები ამ დროს. Verse 9. მეცხრე მუხლი. When they landed, ხმელეთზე რომ გამოვიდნენ, they saw a fire of burning coals with fish on it. ნახეს დალაგებული ნაკვერჩხლები და თევზი ზემოდან და პური. What do you think happened in Peter's mind? როგორ ფიქრობთ, რა მოხდა პეტრეს გონებაში? As soon as he saw the fire, როგორც კი მან დაინახა ცეცხლი ნაპირზე, he went straight back to the 3 times when he denied Jesus. მას მყისიერად ახსენდება ის 3 უარყოფა იკოცონთან. Verse 10 and 11. იმ ღამეს მე-11 მუხლები უთხრა მათიასომ, იმ თევზისა მოიტანეთ ახლა რომ დაიჭირეთ. ავიდა სიმონ პეტრე და 153 დიდი თევზით სავსე ბადე ხმელეთზე გამოათრია. სიმრავლის მიუხედავად ბადე არ გახეულა. They caught 153 fish. მათ დაიჭირეს 153 თევზი. Now I have some questions about that passage. ამ მონაკვეთთან კითხვები ჩნდება. Who is a fisherman? Who likes fishing? ვის უყვარს თევზაობა? Okay, there's about კარგი. half a dozen. ცოტას, ალბათ 6 Now, კაცს. one thing I have learned when fishermen talk, ერთი რაც ვისწავლე მეთევზეების შესახებ, they never speak the truth. არის ის რომ ისინი ყოველთვის იტყუებიან. My fish was this big. აი ამ ხელა თევზი დავიჭირე. In reality, it was much smaller. სინამდვილეში იყო გაცილებით პატარა. So in Australia, I was part of a fisherman's club. ასე რომ ავსტრალიაში მე მეთევზეების კლუბში გავწევრიანდი. And with all the stories, the fish just got bigger and bigger. აი ყველა ისტორიას ხელმეორედ რო ყება, უფრო დიდი ხდება, ის თევზიც იზრდება. And I said, okay, we have a new rule. ეხლა მე ვეუბნები, მოდი კლუბში ახალი წესი გვაქვს. When you talk about the size of the fish, როდესაც ლაპარაკობთ თევზის ზომაზე, your wrist must be together. შენი მაჯები ერთმანეთს არ გააშორო ისე გაზომე. And instantly, და ანუ აი მაჯები უნდა ქონდეს რომ გაზომო და გითხრა ამ ხალ თევზს დაიჭირე და მყისიერად. one of my friends put his hands like this. ერთ-ერთი ჩემი მეგობარი ესე იჭერს ხელს. He said, yesterday Da, I caught a mums- fish. გუშინ თევზი დავიჭირე. He said, the eye Da, was mums- this big. აი ამ ხელა თვალი ქონდაო მას. Why? This is about 30, 40 years later that it is written. ამ ამბიდან 30-40 წელია გასული, როდესაც იოანე წერს ამ სახარებას. Why does John write 153 exactly? რატომ საიდან მოიტანა იოანემ რომ ზუსტად 153 იყო, როგორ დაამახსოვრდა? Why not we caught more than 100 fish? რატო არ თქვა რომ 100-ზე მეტი დიდი თევზი იყო? Or if he's a true fisherman, why we caught at least 200 fish? ან თუ ნამდვილი მეთევზე იყო, რატო არ თქვა რომ 200-მდე თევზი დავიჭირეთ? In the Hebrew, ებრაულში when you write a number, ციფრები you use the Hebrew alphabet. იწერება ასოებით. The bigger the number, the more different ways you can actually write the number. ანუ 1 2 3 ეს ყველაფერი არ იწერება ციფრებით, არამედ ასოებით და რაც უფრო დიდი არის რიცხვი, მით უფრო მეტი სიტყვის გამოყენება გიწევს მის დასაწერად. But one way you can write 153 ერთ-ერთი გზა, რომლითაც შეგიძლია დაწერო 153 ებრაულში სიტყვებით, is by writing the words sons of God. არის რომ დაწერო ღმერთის ძეები. At the first miraculous sketch, პირველ სასწაულებრივ თევზჭერაზე Jesus says, you are sons of men and you will be fishers of men. იესო ეუბნება თქვენ ხართ ადამიანები, მაგრამ გახდებით ადამიანთა მებადურები. But after the resurrection, Jesus says, you are sons of God. აღდგომის შემდეგ იესო უკვე ეუბნება რომ თქვენ ღვთის შვილები ხართ. And then he starts
talk to Peter. და იგი იწყებს Oh, პეტრესთან verse 12. მე-12 Come and have breakfast. უთხრა მათიასო მოდით და ისაუზმეთ None of the disciples dared to ask him, who are you? მოწაფეთაგან ვერც ერთმა ვერ გაბედა ჩაძიებოდა ვინ ხარო Verse 15. მე-15 მუხლი When they had finished eating, ნასაუზმევს Jesus says to Simon Peter, უთხრა სიმონ პეტრეს იესომ Simon, son of John, do you love me more than these? სიმონ იოანესავ უკაცრავად სიმონ იოანესავ ამათზე მეტად გიყვარ ვარ For the word love, he uses the word agape. ბერძნულში აქ იესო იყენებს სიტყვა აღაპეს In the Greek Testament, Jesus uses agape. ბერძნულ ახალ აღთქმაში გამოყენებული არის სიტყვა აღაპე So Jesus asked Peter, do you agape me? იესო ეკითხება პეტრეს პეტრე შენ აღაპე მე And he's sitting at the fire. და ისინი ცეცხლთან არიან ამ დროს And he says, last time I said something like that. პეტრე ფიქრობს რომ ბოლოს როდესაც ესეთი რაღაცა ვთქვი Last time I said to Jesus, I'm willing to die for you. ბოლოს როცა იესოს უთხარი რომ მე სიკვდილამდე მიყვარხარ Look what happened the next day. ნახე რა მოხდა იმ მეორე დღეს And Peter cannot use that word ასე რომ anymore. პეტრე ვეღარ ბედავს რომ სიყვარულის ეს ტერმინი გამოიყენოს And Peter says, yes, Lord, you know that I phileo და you. პასუხობს დიახ უფალო შენ იცი რომ მე ფილეო შენ He uses the lower word. ის იყენებს სიყვარულის უფრო დაბალ სტანდარტს Verse 16. მე-16 მუხლი Simon, son of John, do you agape me? კლავ ეკითხება მეორედ სიმონ იოანესაო შენ აღაპე მე The second time Peter says, yes, Lord, you know that I phileo you. და ამხშეებნება პეტრე დიახ უფალო შენ იცი რომ მე ფილეო შენ Verse 17. მე-17 მუხლი The third time, მესამედ Jesus now comes down to the level of Peter. იესო სიყვარულის სტანდარტს დაბლაწევს And the third time, Jesus does not use the word agape. იმისთვის რომ კითხვა დაუსვას და შემდეგნაირად ეკითხება He says, Simon, son of John, სიმონ do you phileo me? იოანესწევ შენ ფილეო სიყვარულით გიყვარ ვარ მე And then in my Bible says Peter was hurt. ჩემს თარგმანში წერია პეტრეს გული ეტკინა He was hurt not just because Jesus asked it for the third time, არა იმიტომ რომ იესომ სამჯერ კითხა მესამედ კითხა but he's hurt because now even Jesus has lowered the standard. იმიტომ არის გულნატკენი რომ იესოს უკვე იგივე ტერმინს იყენეს პეტრესადმი საუბარში Jesus now calls the friendship phileo. ახლა იესო ამბობს რომ ჩვენ შორის თითქოს ფილეო სიყვარული არის And you პეტრე can see his frustration in his answer. პეტრე არის იმედ გაცრუებული და ეს მის პასუხში ჩანს Lord, you know all things. ისეუბნება უფალო შენ იცი ყველაფერი You must know that I phileo შენ you. იცი რომ მე ფილეო სიყვარულით მიყვარხარ Verse 18 მე-18 მუხლი and 19. და მე-19 ჭეშმარიტად გეუბნები შენ სანამ ახალგაზრდა იყავი შენ თვითონ შემოირტყამდი ხოლმე სარტყელს და მიდიოდი სადაც გსურდა მაგრამ როცა მოხუცდები გაშლი ხელებს სხვა შემოგარტყამს სარტყელს და იქ წაგიყვან სადაც არ გსურს ეს თქვა იმის მისანიშნებლად როგორი სიკვდილით განადიდებდა იგი ღმერთს ეს თქვა და უთხრა მას მომყევი What is Jesus saying to him? რას ეუბნება იესო პეტრეს He says, Peter, you don't understand. I will paraphrase this. მე პერიფრაზს გამოვიყენებ თუ შეიძლება Peter, you don't understand it yet. ზენო პეტრე ჯერ შენ ვერ ხვდები Because the Holy Spirit hasn't come to you. რადგან სულიწმინდა ჯერ არ მოსულა შენთან But once the Holy Spirit comes to you, მაგრამ როცა სულიწმინდა გადმოვა შენზე power will rise up within you შენში იგი ძალას დაბადებს and you will preach the gospel so powerfully შენ ისეძლიერად იქადაგებს that სახარებას 3,000 people get saved. 3000 ადამიანი გადარჩევა პირველ ქადაგებაზე But as the years go by, და როდესაც წლები შეგემატება you will make many enemies with the gospel შენი სახარებისადმი მსახურების გამო შენ მტრები გაგიჩნდებიან and your life will be in danger. შენი ცხოვრება საფრთხეში იქნება And one day you will be crucified upside down. და ერთ დღეს შენ ამოტრიალებულ ჯვარზე გაგაკრავენ Why? რატომ? Because you have agape love for me. იმიტომ რომ პეტრე შენ მაშინ აღაპე მე You don't understand that yet. შენ ვერ ხვდები რომ დადგება დრო როდესაც აღაპე სიყვარულით შემიყვარებ But once the Holy Spirit comes to you, როცა სულიწმინდა მოვა შენთან you will get understanding. შენ მიხვდები ამას Wow. ვაუ What can we learn from this?
რა შეგვიძლია აქედან ვისწავლოთ? If something bad in our lives happens, თუ შენ ცხოვრებაში რაღაც ცუდი ხდება, if you've gone to church for 33 years and you've never understood whether he is alive or not, თუ 33 წელი ეკლესიაში დადიხარ და ჯერაც ვერ ხვდები ღმერთი ცოცხალია თუ არა, if you go to trauma, თუ ტრამვა გაიარე, or you have an accident, ანუ ბედური შემთხვევა, or there is a big fight in the church, ან ეკლესიაში არის დაპირისპირება, or maybe your whole ministry has collapsed, შეიძლება მთელი მსახურება ჩამოშლის პირასა, maybe you have committed some sort of sin and the church just kicks you out. შესაძლებელია ცოტა ჩაიდინე და ეკლესიიდან გაგაძევეს. What do you need to do? რა უნდა გააკეთო? Come to the beach with Jesus. მიდი იესოსთან პლაჟზე, Sit at the fire. სადაც ცეცხლი აქვს დანთებული. Eat some fish with Jesus. ისაუზმე იესოსთან Have ერთად. fellowship with him. ელაპარაკე მას. Tell him again that you love him. უთხარი რომ ჯერაც გიყვარს. If you can only start with filio, that's okay. თუ ეს სიყვარული მხოლოდ ფილეო სიყვარული არის დღეს, არა უშავს. But as you keep having fellowship with თუ Jesus, შენ გააგრძელებ მასთან ურთიერთობას, your filio შენი ფილეო is able to go back into agape. გახდება აღაპე ერთ დღეს. Come and have breakfast with Jesus. მიდი და ისაუზმე იესოსთან ერთად. Jesus being a rabbi is good news. იესო რომ რაბინია ეს კარგი ამბავია. Peter being his disciple is good news. პეტრე რომ აღდგენილია ეს კარგი ამბავია. Malchus being restored in his ministry is good news. მალქოსის მსახურება რომ აღდგენილია ეს კარგი ამბავია. Peter being restored in his ministry is good news. პეტრეს რომ მსახურება ელოდება დიდებული ეს კარგი ამბავია. But here is the best news of all. ეხა საუკეთესო ამბავი. Now that you have been saved, შენ მას შემდეგ რაც გადარჩი. you are a priest in his kingdom. შენ ხარ მღვდელი მის სამეფოში. You are a royal priest. შენ ხარ სამეფოს სამღვდელოება. A priest of the King of Kings. მეფეთა მეფის მღვდელი. You are a priest because of your second birth. შენ ხარ მღვდელი შენი ხელახლაშობის გამო. You are a priest because you're born again and you are now a son or a daughter of the living king. რადგან შენ თვითონ მეფემ გშვა თავის ძედ და თავის ასულად. He has called you მან მოგიწოდა to შენ be his disciple რომ იყო მისი მოწაფე and be his priest. და იყო მისი მღვდელი. What do you call the son of a king? რა ქვია მეფის შვილს? Prince. უფლისწული. What do you call the daughter of a king? რა ქვია მეფის ასულს? Princess. You are all Princesa. princes and princesses of the living king. თქვენ ხართ პრინცები და პრინცესები ცოცხალი ღმერთისა. Hallelujah. Lord our Father, ზეცია რომ მამაო, we give thanks ჩვენ მადლობას გიძღვნით that you have called us რა იმისთვის რომ მოგვიწოდე. to be your children. ყოფილიყავით შენი შვილები. We give thanks ჩვენ მადლობას that გიძღვნით. we can know that you love us. შეგვიძლია დავინახოთ შენი ჩვენ და მის სიყვარული. Your love for us is much bigger than agape. შენი ჩვენ და მის სიყვარული აღაპე სიყვარულზე მეტი არის. And Lord, if there's anybody here that can only muster up filio, და თუ დღეს აქ არის ადამიანი, ვისაც მხოლოდ ფილეომდე შეუძლია უყვარდე. then I pray that you will touch him with your spirit. ვლოცულობ რომ შეეხო შენი სულით. And that filio will grow into agape for the Lord Jesus Christ. რომ ეს ფილეო გადაიქცეს აღაპეთ იესო ქრისტესთვის. Agape for God the Father. აღაპე სიყვარული მამისადმი. I ask that in the name of Jesus. მე ვითხოვ ამას იესოს სახელით. Lord, bless everybody here უფალო დალოცე ყველა აქ მყოფი. and bring a blessing to everybody of this church that could not be here today. და ასევე ისინიც, ვინც დღეს ვერ შეძლეს მოსვლა. I ask that in the name of Jesus. ვითხოვ ამას იესოს სახელით. Amen. ამინ.